Amazonis დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი შესაძლოა შეუერთდეს იმ ინვესტორთა კონსორციუმს, რომელიც ლივერპულის აქციების ნაწილის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს. Sky News-ის ინფორმაციით ბეზოსმა ამ საკითხზე გამართა უკვე მოლაპარაკებები კონსორციუმთან, რომელსაც ხელმძღვანელობს ამით ბაჰატია, ეს არის მილიარდერი, უბრალოდ მილიარდერი ფოლოდის მაგნატის ლაქში მიტალის სიძე. თუმცა წყაროსნობით ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რომ ჯეფ ბეზოსი საბოლოოდ ინვესტიციას ნამდვილად განახორციელებს. Financial Times-ი წერს, რომ ამით ბაჰატიას კონსორციუმსა და ლივერპულის მფლობელ კომპანია Finway Sports Group-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კლუბის შეფასება დაახლოებით 6 მილიარდის პარლებში. ხოდა თუ ბეზოსი ლივერპულში მართლაც დააბანდებს ფულს, ეს ინგლისურ ფეხბურთში ამერიკული კაპიტალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესვლა იქნება. ამჟამად პრემიერ ლიგის 20 კლუბიდან დაახლოებით 9 ამერიკელ ინვესტორებს ეკუთვნით. მათ შორის არიან მოქმედი ჩემპიონი ლონდონის არსენალი. ბეზოსი წარსულში ინტერესდებოდა სპორტულ კლუბებში ინვესტირებით და მედიის ინფორმაციით მან ადრე შეისწავლა NFL-ის კლუბების Seattle Seahawks და Washington Commanders-ის შეძენის შესაძლებლობა, თუმცა საბოლოო ჯამში არც ერთი გარიგება არ შედგა. ამასობაში კიდევ ერთ მილიარდელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა Grok Imagine არც მეტი და ნაკლები ჰომეროსის ოდისეას ისტორიულად ზუსტ ეკრანიზაციას შეუქმნის და SpaceX-ის დამფუძნებლის ეს განცხადება მოყვა არაჩვეულებრივი კრისტოფერ ნოლანის ახალი ბლოკბასტერის წარმატებას, რომელსაც ილონ მასკი რეგულარულად აკრიტიკებდა სამსახიობო კასტინგის გამო. მასკს ზოგადად ახასიათებს ესეთი მიდგომები ცხოვრებაში. ამის მიზეზი და გარემოებები ბევრია და საკმაოდ ღრმა არის და სამხრეთ აფრიკიდანაც მომდინარეობს. რაც შეეხება მასკის მიერ დაქადნებულ ოდისეას, ამერიკულ კინოინდუსტრიის გიგანტმა Universal-მა კრისტოფერ ნოლანის ფილმის ოდისეას ბილეთების გაყიდვით პირველ 4 დღეში $270 მილიონ-მდე შემოსავალი მიიღო და მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში კინოგაქირავებას 125 მილიონის გამომუშავება მოყვა, ხოლო კინოსურათის საერთაშორისო ჩვენებიდან მიღებულმა სარგებელმა კი უკვე $140 მილიონი შეადგინა. Rintränk-ის მონაცემებით ის მცირე დროში დაფიქსირებული ეს მაჩვენებელი რეჟისორ ნოლანის, კრისტოფერ ნოლანის კარიერაში საუკეთესო შედეგია და როგორც კვლევით ორგანიზაციაში განმარტავენ, განსაკუთრებით შემოსავლიანი ის კინოთეატრები აღმოჩნდა, სადაც ნოლანის ფილმები სრული რეზოლუციით, ანუ IMAX კამერების ის განკუთვნილ ეკრანზე გაუშვეს. ცალკეულად ამ მხრივ შემოსავალმა ჩრდილოეთ ამერიკაში $30 მილიონი შეადგინა. კაი ბატონო, რახან ეგრე გადაწყდა და ეს შევყვევით ფილმების გარჩევაში დილიდან გეტყვით, რომ ფილმი Michael, რომელიც მაიკლ ჯექსონის ცხოვრებას ეძღვნება, $1 მილიარდიან ზღვარს გადასცა და გასული 10 დღის მონაცემებით მისი ჯამური შემოსავალი $110 მილიონი და ბოლო კვირის განმავლობაში ფილმის მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ 1,200,000-ზე მეტმა მაყურებელმა დაიმატა. ანუ როგორც მაყურებელი, რაც მიუთითებს, რომ კინოგაქირავების ბოლო ეტაპზეა, მიუხედავად ამისა, მაიკლი უკვე 2026 წლის მეორე ყველაზე შემოსავლიანი ფილმია მსოფლიო კინოს ისტორიაში. სალვარო შემოსავლების მიხედვით ის 73 ადგილს იკავებს, რაც ბიოგრაფიული ფილმისთვის გამორჩეული შედეგია. დიახ, ასეა და ნამდვილად გამორჩეული შედეგი დადო ფილმმა მაიკლ ჯექსონის შესახებ. ფაქტია, რომ როკვარს კლუბის ლეგენდა დღემდე მუშაობს და შემოსავლებიც მოაქვს. ისე 2026 წლის მონაცემებით მსოფლიო კინოგაქირავებაში ლიდერობს The Super Mario Galaxy Movie, ფილმი, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით $1 მილიარდზე მეტი შემოსავალი დააგროვა და გახდა 2026 წლის პირველი სურათი, რომელმაც 1 მილიარდიანი ბარიერი გადალახა და როგორც გიორგი მოგახსენათ, მას სულ ცოტათი ჩამოუვარდება და მეორე ადგილს იკავებს მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი Michael. ამ მომენტისთვის კი ტოპ 5 ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სია ჯამში აი ასე გამოიყურება. Super Mario $1 მილიონზე მეტი შემოსავლით მეორე ადგილს იკავებს Michael, ასევე $1 მილიონზე მეტი შემოსავლით მესამე ადგილს იკავებს სათამაშოების ისტორია
მეხუთე სერია 559 მილიონი ამერიკული დოლარით, მეოთხე ადგილზე არის ეშმაკი ატარებს პრადას, მეორე სერია 690 მილიონი ამერიკული დოლარით და ხუთეულს კრავს უკვე პროექტი ჰეილი მერი, ენდი უირის რომანის ეკრანიზაცია, რომლის შემოსავალმაც 684 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. კარგი, დანიური მაერსკი, რომელიც საქართველოში არის წარმოდგენილი და მსოფლიოში ზოგადად კონტეინერების უმსხვილესი გადამზიდველია, აცხადებს უსაფრთხოების ზონების გამო აჩერებს ჩერნომორსკის პორტში გადაზიდვებს და ტვირთების იმპორტი განხორციელდება რუმინეთის კონსტანცაში. ეს საკონტეინერო სერვისი ომის გამო მანამდეც იყო გაჩერებული და მუშაობა მხოლოდ ჩარშან-ივნისში განაახლა. მე შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირეებში რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა იერიშები შავი ზღვის აკვატორიაში, დაბომბა ოდესის მიდამოებში მყოფი გემი, რომელზეც 10 ადამიანი დაიღუპა და ნიკოლაევის პორტის ინფრასტრუქტურაც საკმაოდ გვარიანად დააზიანეს. ამასობაში აზოვის ზღვაში რუსულ გემებზე უკრაინის თავდასხმების შემდეგ ხორბლის ფასი მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა, არსებული ინფორმაციით 3%-ს გადასცა და უკრაინულმა მხარემ აზოვის ზღვაში სულ 76 რუსულ გემზე, მათ შორის მარცვლეულის გადამზიდა უმშრალ ზირდებზე მიიტანა იერიში და ამ მოვლენამ აღნიშნულ საზღვაო მარშრუტზე ნაოსნობის მნიშვნელოვანი შეფერხებაც გამოიწვია. ამასთან საპასუხოდ რუსეთმა იერიში უკრაინის იმ ძირითად პორტებზე მიიტანა, რომლებიც ქვეყნის მარცვლეულის ექსპორტში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. პორტებსა და სატვირთო გემებზე განხორციელებული თავდასხმების ესკალაციამ გლობალურ მოწოდებასთან დაკავშირებული შიშები გაზარდა, რამაც საერთაშორისო ბაზებზე ფასების მატებაც განაპირობა. ამჟამინდელი მონაცემებით ერთ თვიან პერიოდში ხორბალი საშუალოდ 17%-ით არის გაძვირებული, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე მატება 35%-იანია. ამჟამად გუშელი საქონლის ფასი ბირჟაზე თითქმის $7 შეადგენს, ხორბლის გარდა გუშინ ბოლო 2 კვირის რეკორდი, უბრალოდ ჩვენთვის ანტირეკორდი მოხსნა ნავთობმა, ბარელი ნავთობის ფასი $92-ზე იყო, ეს კვირაში 11%-ით და თვეში 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. თუმცა ამ დროისთვის უკვე გაცილებით მაღლა არის წასული ნავთობის ფასი, რასაც დაახლოებით 20 წუთში მოგახსენებთ უკვე ჩვენ საპრეზენტაციო სივრცეში. გეტყვით იმას, რომ რუსული იურალსის ფასი 14%-ით არის გაზრდილი ერთ კვირაში და ამჟამად უკვე $73-ზეა. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების ესკალაციის და შეერთებული შტატებით ჩინეთის კონფლიქტის გამწვავების ფონზე საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ღირებულების ზრდა მკვეთრად არის გამოხატული და ამის გარდა საკმაოდ გაზრდილი არის ბუნებრივი აირის, ანუ იგივე გაზის ფასი. ევროპის მასშტაბით მისი მატება 13-დან 15%-მდეა და მეგავატ საათის ფასმა უпростоრად 61 ევროს მიაღწია. ეს ერთ თვიან პერიოდში არის 45%-იანი მატება და საერთო ჯამში ინვესტორებს ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივად ჩაკეტვის და რეგიონში წარმოების შეფერხების და პოტენციურად ბაბელმანდების სრუტის გადაკვეტვის პერსპექტივა აწუხებთ, რაც ბირჟაზე ენერგეტიკული რესურსების გაძვირებას უკავშირდება. სხვა შორის თუ არ ვხვდები, Reuters's ინფორმაცია იყო, რომ საუდის არაბეთის ნავთობით დატვირთულმა ორმა ტანკერმა, რომლებიც ჩინეთისა და ინდოეთისკენ მიემართებოდა და რომლებსაც ბაბელმანდების სრუტე უნდა გადაეკვეთათ, ტერორისტული დაჯგუფება ჰუსიტების მუქარის შედეგად იცვალეს გეზი და გაბრუნდნენ უკან. არსებული ინფორმაციით ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ეკიპაჟმა მიიღო შეტყობინება, რომ თუ ისინი ყურის გაღლასა და ბლოკადის გარღვევას შეეცდებოდნენ, თავდასხმის ქვეშაც მოიქცეოდნენ. ერთი ბიზნეს ამბავი კიდევ არაბული სამყაროდან უკავშირდება იმას, რომ ინვესტორთა ჯგუფი, რომელშიც საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი შედის, ევროკავშირისგან ვიდეო თამაშების დეველოპერი გიგანტის საუბარია EA-ის, ანუ Electronic Arts-ის 55 მილიარდიან შესყიდვაზე თანხმობას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს Reuters-ი და გარიგება, რომელიც გასული წლის სექტემბერში დაანონსდა და ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილეს შესყიდვას წარმოადგენს, საუდის არაბეთის ტრილიონიან სახელმწიფო ფონდთან ერთად ჯარედ კუშნერის Affinity Partners-ა და კერძო კაპიტალის კომპანია Silver Lake-საც მოიცავს. შესყიდვა ევროკავშირის უცხოური სუბსიდიების რეგულაციის ფარგლებში მოწმდება და ევროკომისია, რომელიც ევროკავშირში კონკურენციის წესების დაცვას ზედამხედველობს, წინასწარი განხილვის დასრულების შემდეგ ამ გარიგებას სავარაუდოდ
აუნთებს მწვანე შუქს 30 ივლისს. სხვათა შორის Paramount-ის და Warner Brothers-ის გარიგებას ევროკავშირმა უკვე აუნთო მწვანე შუქი და ევროკომისიამ და ელექტრონიკ არტსმა საკითხზე კომენტირების გაკეთება არ იცურვეს, ხოლო საუდის არაბეთის სუვერენულ ფონდს Reuters-ის წერილობით მოთხოვნაზე ჯერჯერობით პასუხი არ დაუბრუნებია. ეს შესყიდვა საუდის არაბეთის სუვერენული ფონდისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია გლობალური გეიმინგისა და სპორტის ხაბად ჩამოყალიბების გზაზე და სამეფო ფსონს ჩემპიონ თამაშების ფრანჩიზების გრძელვადიან ღირებულებაზე დებს. მაშინ, როდესაც ინდუსტრია ხანგრძლივი ვარდნის შემდეგ აღდგენის ფაზაში შედის. და ბოლოს ვიდრე გადავალთ სიუჟეტებზე, თან არჩეულებრივი ნანი ბრეგვაძის საოცარ კონცერტზე მოგიყვებით, რომელიც ატომუხრანში შედგა. კიბერი ვერაფერი გამოგვივიდაო, მაგრამ ისევ მედია სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, პაკისტანი ამერიკას $10 მილიარდ თხოვს სავალუტო სტაბილიზაციის ფონდის შექმნის მიზნით. ბევრი ვერაფერი გამოგვივიდა შუამავლობისას ირანთანო, მაგრამ თხოვნა ესეთია და თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ფინანსური მხარდაჭერა ლიკვიდობის პრობლემების წინაშე მდგარ სამხრეთ აზიურ ქვეყანას მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს. ლიკვიდობა ნიშნავს, რომ ქვეყანას უჭირს ნაღდი ფული და უჭირს იმ ხარჯების დაფარვა, რომელიც მას აქვს. სააგენტოს წყაროს ცნობით მოთხოვნა გაკეთდა მას შემდეგ, რაც პაკისტანმა ირანთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ხელშეწყობაში მიიღო მონაწილეობა, რამაც ქვეყნის დიპლომატიური გავლენა გაზარდა და გააჩინა მოლოდინი, რომ ის ვაშინგტონისგან ეკონომიკური მხარდაჭერის მოპოვებასაც შეძლებდა. Reuters-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, პაკისტანმა Scott Bessent, შეერთებული შტატების ხაზინის მდივანს, ფინანსთა მინისტრს, ორ ქვეყანას შორის $10 მილიარდიანი მოცულობის 5 წლიანი ორმხრივი სავალუტო სტაბილიზაციის მექანიზმის შექმნა შესთავაზა. სავარაუდოდ ეს სავალუტო სვოპი იქნება. ვერ გეტყვით როგორ ჩამოყალიბდებიან და ყველაფერს დანარჩენს დავაკვირდებით და მოგახსენებთ დღის განმავლობაში.